ემოციური ლაბილობა არ არის ისეთი დიაგნოზი, რომელიც დამტკიცებასაც თუ დადგა საკითხი და დასვა რომელიმე მხარემ გიდვა ადვოკატმა გიდვა მოსამართლემ გიდვა პროკურორმა, რომ 20 დღიან სტაციონარულ ექსპერტიზას საჭიროებდეს და ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პროკურორმა და მას დაეთანხმა მოსამართლე, ეს ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი ცდილობს საბჭოთა ფსიქიატრიის აღორძინებას და ფაქტიურად ნინო დათაშვილი ეს არის ნაზი შამარაული დღეს. ანუ თუ ასეთი რაღაცებზე არ ამოიღეს ჩემმა კოლეგებმა ხმა და არ თქვეს ხმა არ განაცხადეს, ძალიან ცუდი იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩემი კოლეგები ხმას ამოიღებენ და სათანადოდ გაუსვამენ ხას იმას, რომ ეგ გადაწყვეტილება, რაც მიიღო პროკურორმა და რაშიას დაეთანხმა რა ქვია მოსამართლე და გადაიყვანეს 20 დღიან სტაციონარულ ექსპერტიზაზე, ფსიქიატრულ ექსპერტიზაზე ნინო დათაშვილი, ეს არის შეცდომა არა, ეს არის დანაშაული.